რაღაც ესეთი შენი აქტიურობები არ მახსოვდა ადრე ხოლმე თუ ესე პოლიტიკასთან. რომელ აქტიურობებზე საუბრობ? აი საჯარო სივრცეში რასაც საუბრობ, რაზეც საუბრობ. ანუ ახლა გასაგებია მე ვიყავი 2012-წელს აქტიური. ვიყავი? დიახ, მამა ანდრეაც ცეხების ამბავს ხო გახსოვთ? კი. ხო იყავით აღშფოთებული. თავრობის აქციებით. კი რა თქმა უნდა. მეც ვიყავი. ეს ჩანაწერი გასულ სამშაბათს თბილისში საპატრიარქოს შენობაშია გაკეთებული მეორე სართულზე. მაგიდასთან 4 სასულიერო პირია. აქედან ერთ-ერთი მღვდელი დოროთე ყურაშვილია. ის საპატრიარქოში ახსნა განმარტებებისთვის დაიბარეს. საპროტესტო აქციების და სინდისის პატიმრების დიდ გულშემატკივარს საკუთარ განცხადებებზე, ტელეინტერვიუებსა და ქადაგებებზე პასუხი მოსთხოვეს. ახლა ის რომ ხელისუფლებასთან მიმართებაში განცხადებებს აკეთებენ, გასაგებია სხვაებიც აკეთებენ, ერთ მხარეს აკეთებს, მეორე მხარეს აკეთებს, ეს გასაგებია. აქ აი საკითხი არის ასეთი მამა დოროთე, ესე იგი რაღაცნაირად ისე მეჩვენება თუ ყველას არ ამგონია გვეჩვენებოდეს რომ რაღაც საკუთარი მეს აყენებ ყოველთვის წინ რომ შენ ხარ ერთადერთი თუ არა რამდენიმე შორის რომელიც სიმართლეს ამბობ და ეს არის ჭეშმარიტება რასაც შენ ლაპარაკობ და სხვები დანარჩენები რა ვიცი აქ ბომბულს ვარჩევთ რას ვაკეთებთ სასულიერო პირად არ მithქონს თქვენზე არაფერი არა ჩემზე შეიძლება პირადად არ მithქვი მე რომ რასაც ვამბობ ის სწორია ეს თუ თქვი ეგ შეცდომა არ არის მაგრამ პასუხისმგებელი ვარ შეცდომა საუბრის ჩანაწერი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ტოვებს აღქმას, რომ ქართული ოცნება ერთი მღვდლის ქადაგებამ შეაწუხა და მამა დოროთეს წინააღმდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ჩართო. ისე გამოდის, რომ სხვა საძმოს წევრებს, ჩვენ ხო ძმები ვართ, რაღაცა თითქოს მორალურად აკნინებს. რომ მარტო მე ვამბობ სიმართლეს, ვერ ბედავენ, რაღაც კაცობა უნდა გეყოს ეხლა რომ გამოხვიდე და თქვა, რატო აყენებ ესე მეტრს საზომს თქვენს აქციებს და სხვებს რატო აკნინებ? აი მამა დოროთე შეხედე. ყველას ვისაც გულისხმობ რომ ვერ გამოდიან და ვერ ბედავენ ლაპარაკს. თქვენ არ მიგულისხმეთ, თქვენ ხო ლაპარაკობთ. მამა ანდრია ჯაღმაიძე სავარაუდოდ ფიქრობს, რომ ამბიონიდან მოწოდებებს სხვა მღვდლებიც აყვებიან და ამიტომ ქვემო ბეთლემის, ტაძრის, წინამძღვრის გაჩუმება გადაწყვიტეს. სასულიერო პირების დიდი ნაწილი არის შეურაცხყოფილი იმის გამო, რომ თქვენ მეტრი დააყენეთ, რომ ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპარაკობს, ესე იგი განბედაობა არ ყოფნის და კაცობა არ ყოფნის და ხო და დიახ რომ მეთანხმებით ახლა მაგას გეუბნებით რომ სასულიერო პირებს შეურაცხყოფოს რატო გვაყენებთ? არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სიტყვა თქვათ, ეს არ არის. აქ გეუბნებით ჩვენ სიტყვას რომ აქ გეუბნებით ჩვენ სიტყვას მე თუ გამოვალ და ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, იქ არ ვიტყვი რომ ვიღაცები გამოდიან და არასწორად ამბობენ. რატო? რას ქვია რატო? არ თქვითო. არც ერთ მგელზე მე სახელით არ მithქვამს, როცა ჩემზე ამბობენ სახელით. არც ერთ მგელზე არ მithქვამ სახელით. ხო, მაგრამ როცა ამბობ რომ მარტო ჩვენ ვართ როდესაც რამდენიმეში იქნებ თქვენს იგულისხმებით, მამაო, თქვენ ხო ამბობთ სიტყვას. მე იგულისხმე, მაგრამ ეს კაცი იგულისხმება. რა ვიცი, მე იმას საერთოდ არ ვიცი. ხო და მაგაშია ყველა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, როცა ეს ასე უჭირს. ეს თქვი მე. სხვაზე დააფიქსირე თქვენი პოზიცია. კი ბატონო. ნუ მომიწოდებ, ჩემი პოზიცია ეგ არის რაც ჩანს. ამ შენობის კედლებში 16 სექტემბერს მძიმე საუბარი შედგა. ერთი მღვდლის წინააღმდეგ საპატრიარქოს ადმინისტრაციაში დიდი გავლენების მქონე სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მამა მიქაელ ბუტკოველი, თამამი ქადაგებების ავტორს, დოროთე ყურაშვილს, მართველი რეჟიმის მხილების გამოსაყედურობს. უინიშნე რაღაც შენი ნათქვამები და პასუხები მაინტერესებს. სამწუხაროდ სულ რამდენიმე მღვდელი აღმოჩნდით, რომლის მეშვეობითაც ქრისტეს საზოგადოებას ესაუბრება სიმართლეს. მე რასაც ვამბობ, ამით ქრისტე ეუბნება ხალხს. ჩვენ რას ვაკეთებთ დანარჩენები? ჩვენ ძმები არა ვართ, ჩვენ შეგიძლიათ თქვათ მამა? არა. ნუ ახლა მე თუ არ მინდა პოლიტიკურად თქვენ თუ არ გინდათ ეს თქვენი პოზიცია.
ჩემი პოზიცია არის, რომ როცა ხალხს ესე უსამართლოდ ექცევიან, ეგ ჩემი მრევლია. მაგალითად ეს მე ვთქვი, ნიკო ყორაცხელია რომ დახრიტეს იმაში. ქუჩაში. ეგ ადრე იყო, ხო. ადრე იყო. და ნიკო ყორაცხელიას მაშინ ეს ამბები კალაძეც იცნობდა. გამოვიძიებთო თქვენს. და მე კალაძეზე ვიხადაგე, როცა ის წალენჯიხაში შოპებით ჩავიდა და ნიკოს არც ოჯახი მოუკითხია, არც ტაძარში შესულა, არც გამოუძიებიათ ეს საქმე. ქადაგება, რომელიც მამა დოროთეს წინააღმდეგ საპატრიარქოში სიტყვით ამოშიფრული მიიტანეს TV პირველის ეთერში 28 აგვისტოს მარიამობას გავიდა. ამ დღეს ტაძარში მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ეხლა ვარ ყველა კაცი, რომელსაც შეგვიძლია ერთი სიტყვა თქვა. აქ როგორ უნდა დაიმალო? არ შემიძლია მე რაღაც მაღალ ფარდობნულად ვისაუბრო და ქუჩაში ბავშვებს რო ეწავე. ეს არ თქვა. არ მახსოვს. როგორ ახერხებ? ძალიან მიგოს. და მე ვიცნობ ბევრს სამდებოს. არ იფიქროთ რომ მარტო მე ვარ. არა. ძალიან ბევრი არიან, ვიცნობ, მოაზროვნეები, დათელხარეს და რისი ეშინია, რამ დააშინათ. აი ამას ვერ გეუბნები. ვერ გეუბნები და მინდა მაგათ უთხრათ, რომ სანამ კაცობი, სანამ ფასობი. ამოიღო საქართველოს. დღეს ვჭირდებით საქართველოს. საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ჩანაწერში მამა დოროთესგან პირდაპირ ითხოვენ არ ილაპარაკოს ის, რაც ქართული ოცნების პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ცენზურის დაწესებას ქადაგებებზე კი ანდრია ჯაღმაიძის ჯგუფი ცდილობს. შენ ლაპარაკობ ისეთ მტკიცებით ფორმაში და ისი ამბობ, რომ ის რასაც ახლა დღევანდელი ოპოზიცია ამბობს, ეს არის აბსოლუტური სიმართლე. ჩვენ შეიძლება სხვანაირად ვფიქრობთ, მაგრამ ოპოზიცია რასაც ამბობს, თუ ტყუილია. გამოდი და უთხარით თქვენ ცდები. უთხრა ახლა, რაც ჩემი საქმეა, მაგათ ველაპარაკო ახლა. მე მაგალითად არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები გაყალბდა. მე დარწმუნებული რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ეს ხო თქვენი პოზიცია? ეს ჩემი პოზიცია. მე თქვით. რატო უნდა თქვა, მამა, ეს რა ჩემი საქმეა? რატო არ უნდა თქვა? ეს ჩემი საქმე არ არის, მამა, მე გავიდე და ხო და ამაშია საქმე, მამა, შენ გინდა? ხო, არ არის თქვენი საქმე. ამას გეუბნები. 2012-ში იყო ჩვენი საქმე. ამ ერთი ჩანაწერის მოსმენით რთული გამოსაცნობი არ არის რა გზას გადიანი სასულიერო პირები, რომლებიც ხმამაღლა საუბარს ბედავენ. ამიტომაც ხდება ხოლმე, რომ წმინდა სინოდის წევრების ქადაგებებსა და განცხადებებში ადამიანები სტრიქონებს შორის ეძებენ თამამგზავნილებს და შემდეგ ცდილობენ გამოიცნონ ვის რისი თქმა უნდოდა ვრცელი ეპისტოლეებით. ესე იგი, თხოვმე პასუხს, რომ გამოვიდე და ვილაპარაკო და თუ არ ვილაპარაკობ, ესე იგი არ მყოფნის გამბედაობა და სიმართლე. მოგზაობის დროს ხო იყავით აღსფოთებული, მამა? ესე იგი, თუ არ ვარ ახლა აღსფოთებული, არ ხო იძახდნენ მგლები, დადმე მიშაო. ნუ მაწყვეტინებ, ხო, გეტყვი რაღაცას რა. ესე იგი, ახლა მე ზუსტად იგივეს მეუბნები, რასაც ამბიონიდან ამბობდი. რომ არ მყოფნის გამბედაობა, არ მყოფნის კაცობა, რომ გამოვიდე და ვთქვა. ამას არ მეუბნები. არ გეუბნებით მეთქი. მაშინ თუ ამბობდიო, ახლა არ ამბობ, მაგას არ ამბობ. ერთი წუთი. მამა დოროთე. ჩვენ შეხედულებებში ხო შეიძლება რომ სხვადასხვა შეხედულებები გქონდეს ამა თუ იმ მოვლენას. მე ახლა ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმას, რომ ახლა უფრო უარესი მდგომარეობა ვიდრე იყო 2012 წელს, 2010 წელს. ეს ხო თქვენი ხედვა? 9 წელს. ეს ჩემი ხედვა. დიახ. კი. მე სხვა ხედვა მაქვს. ხო, შენ სხვა ხედვა, ხო, მაგრამ მე არ გამოვდივარ და ამაზე არ მოვარაკობ. ხო და ეს თქვენი პოზიცია. ეს რამდენად არის ჩვენი საქმე რა არის? ჩვენი საქმე არის ღვთისმსიტყვის გადაგება, ხო? და ღვთისმსიტყვის ადამიანებთან მიტანა ლიტურგიის აღსრულება, საზოგადო მსახურება, ხო? ღვთისმსიტყვა არ არის, მე ეკეცი სხვას ისე როგორც გინდა მოგექცენ შენ. ხო, მაგრამ მამა, უსამართლობაზე პასუხის გაცემა არ არის ღვთისმსიტყვა? მამა, აქ სხვა რამეზია ლაპარაკი, გაეცი პასუხი ვისაც გინდა, ოღონდ სხვა სამღვდელოებას ნუ შეეხები, კაცო და ნუ წაუკითხავ მორალს, რომ ამათ აქვთ შიშები და ამათ არ აქვთ კაცობა, რომ არ გამოდიან შენაირად არ ლაპარაკობენ. მე თუ გამოდიორ და ვლაპარაკობ, არ მოგიწოდებ, რომ ჩემნაირად ილაპარაკო. ჩვენს მიერ ამოცნობილმა ყველა პირმა დაადასტურა, რომ შეხვედრა საპატრიარქოში ნამდვილად შედგა, მაგრამ სამი რესპონდენტიდან მხოლოდ ერთი, ანდრია ჯაღმაიძე გვიმალავს სიმართლეს. ის ირწმუნება, რომ ყურაშვილი საპატრიარქოში გამოკითხვაზე ზნეობრივმა კომისიამ დაიბარა.
მამა დოროთეს როდის შეხვდით თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? და სად შედგა ეს შეხვედრა? საპატრიარქოში. რატომ დაიბარეთ? რო ყოფილიყო საჭირო, ამას გავასაჯეროებთ. ეს პირადად თქვენი იდეა იყო, თქვენი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა? არა, რა თქმა უნდა. მოსაყდრეშიო მითხოვა? ნუ ზოგადად კომისია არსებობს, ხდა იქ დაიშვა. ანუ კომისიის გადაწყვეტილებით მოიწვიეთ მამა დოროთე. ესაუბრეთ. ანდრია ჯაღმაიძე ცდილობს ახსნას, რომ დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში ცენზურის დაწესების მიზნით არ დაუბარებიათ და შეხვედრა ზნეობრივი კომისიის ფარგლებში ჩატარდა. თუმცა, ამავე შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, მამა მიქაელ ბუტკოველი ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა კომისიის შეხვედრა. გამგებარდათ, რომ ეს არ იყო კომისიის ფორმატში შეხვედრა. კომისიის ფორმატში შეხვედრას აქვს სხვა პროცედურები და თუ ამას დავაკეთებდით, ამას ეკნებოდა კომისიის ფორმატში შეხვედრა. ეს იყო უბრალოდ გასაუბრებო მასთან, რაც შევასრულეთ, რაც დაგვავალა ოფისში. რატომ არ ამბობს სიმართლეს ჯაღმაიძე? მას ჩვენ ორჯერ დავაზუსტებინეთ, რა ფორმატში მოხდა გასაუბრება. მოსაყდრეშიო იყო ინიციატორი ამ შეხვედრის? გითხარით კომისია. კომისიამ გადაწყვიტა და მაგრამ მე უფე შიოს არ უთხარით? იცით რა? სასულიერო პირს რო იბარებდით, მამაო? მომისმინა ერთად. ახლა ჩნდება კითხვა, რატომ ერიდება ანდრია ჯაღმაიძე მოსაყდრე შიო მუჯირის სახელის ხსენებას? ჯაღმაიძე კარგად აცნობიერებს, რა რეაქცია მოყვება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მღვდლისთვის არაფორმალურ გარემოში საქმის გარჩევას და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ცდილობს დაიცვას მოსაყდრის რეპუტაცია. ქადაგებით ხართ უკმაყოფილო როგორც გავარკვიეთ. ვინ გითხრათ ჩემოკარგო? არ ხართ უკმაყოფილო? ეს ხო თქვენი ფანტაზია. არ არის პრობლემა. ეს ხო თქვენი ფანტაზია. ანუ მისი ქადაგებები, მისი ეს? ინტერვიუები პრობლემას არ გიქვით, მე სადმე მამაო? ვთქვი ეს? მე არ მექმნის არაფერ პრობლემას. მე სადმე ვთქვი აბა, ეს? ვის მამა ვთქვის? დოროთემ გითხრათ, თუ იმან რა ქვია, ნოდარი მგითხრათ. რეალობის უარყოფა ანდრია ჯაღმაიძის ტაქტიკა. ასე იყო მაშინაც, როცა გვიმტკიცებდა, რომ მისი შვილის კომპანიას საპატრიარქოს მიწები მართვაში არ აუღია, მაგრამ ეს ფაქტი დადასტურდა. ეს არის მის სახელზე? არის არა, რაღაცა გეშლებათ. ასე იყო მაშინაც, როცა გვარწმუნებდა, რომ კიკეთში სახელმწიფოს მიწაზე სახლი არ აუშენებია, მაგრამ ესეც კადრებით დადასტურდა. ასე იყო მაშინაც, როცა ამბობდა, რომ აი ეს სასახლე მისი ოჯახის საკუთრება არ იყო. თუმცა ბოლოს მაინც მოუწია აღიარება, რომ ის მრევლმა აუშენა და აჩუქა. ასეა ახლაც. მარტო თქვენ ხართ შეურაცხყოფილი? მე მაქვს ოქმი. იმ შეხვედრის, რომელიც თქვენ გააკეთეთ. აუდიო ჩანაწერი, დიახ, აუდიო ჩანაწერი. მე მარტო თქვენ გამოიყენეთ მე. მამაო. გამოიყენეთ მე. რატო ნერვიულობთ? მე რას ნერვიულობ, კაცო, მოდიხართ მოუმზადებლები. მოდიხართ მოუმზადებლები და წინასწარ მოფიქრებული რაღაცა ფანტაზიის სფეროდან შეკითხებს. ანუ თქვენ რას მეუბნებით, რა არის ფანტაზია, მამაო? აბა მითხარით, რა არის ფანტაზია? რომ ფანტაზია? ვინმე აპირებს და ეს რა ქვია, დასაჯელად დაიბარეს. აბა რა იყო მიზეზი, რატომ დაიბარეთ, რა მამაო? თქვენი საქმეა, რა იყო მიზეზი შიგნით ეკლესიაში ზოგჯერ საუბრები რო ხდება. ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს დეკანოზი გიორგი ბოტკოველიც. ის გვეუბნება, რომ მამა დოროთესთან საუბარი თავად ჩაიწერეს. უბრალოდ ახლა არკვევენ, ეს ჩანაწერი ჩვენთან როგორ აღმოჩნდა. და თქვენ ვის გადაუგზავნეთ ეს ჩანაწერი, მამაო, როდესაც ჩაწერეთ? არავის. თქვენ აკეთებდით ამ ჩანაწერს, მამაო, თუ მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჩაწერა, თუ იოანემ? მე არ ვაკეთებდი ყოველ შემთხვევაში. რომელმაც ჩაწერა არ მახსოვს. შაბათის ეთერთან ინტერვიუში ბოტკოველი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნებისთვის მიუღებელ ქადაგებებზე ცენზურას არ აწესებენ და მამა დოროთესგან სულ სხვა რამეს ითხოვდნენ. ჩვენ ეს ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი აქციაზე დადგომის და სხვა დროს, როდესაც გააკეთებს ის რაიმე შეფასებებს, არ მოგვხსენიებს ჩვენ როგორც მკდალები, როგორც ვაჟკაცები და ასე შემდეგ და შავზე კონდა საუბარი. სასულიერო პირთან ახლა იმის გარკვევას ვცდილობთ. ნამდვილად მისი პოზიციაა თუ არა ჩანაწერში მოხვედრილი ფრაზა. არჩევნები არ გაყალბებულა. ასე ჯერა, არა მაქვს უფლება. აბა ის რა იყო, აი თეთრ ფურცლებზე შავი წერტილები რო ჩანდა და რომ გამოჟონა?
ეს არ გინახავთ თქვენ მამაო? თქვენთან შემოყოლეს თქვენ დემოკრატიის მამები ხართ, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს განსხვავებული აზრი. სამშაბათს 15 სექტემბერს გამართული მძიმე საუბრის მიუხედავად მღვდელი დოროთე გაჩუმებას არ აპირებს. მას ხელისუფლების არც მაშინ შეშინებია, როცა 2012 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებდა. სასულიერო პირს, რომელსაც ბევრი უნახავს, ამბობს, რომ ოცნება და ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია და პატრიარქი ყველაზე მეტად დააზიანა. რაც ამ მთავრობამ გააკეთა და გაუკეთა ეკლესიას და კონკრეტულად პატრიარქს, არც ერთს არ გაუკეთებია. არც ერთს. აი გაიხსენეთ რეები გაუკეთეს პატრიარქს. რეები. ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინამ თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ეს მაშინ თქვა მან, როცა თვითონ იყო რეიტინგულად მაღალ მდგომარეობაზე, მაგრამ პატრიარქი უფრო მასზე მაღლა იყო და პატრიარქის ნდობა ხალხს უფრო მეტი ჰქონდა და ეს ვერ აიტანა და როცა ამხელა რეიტინგზე მყოფი კაცი, რომელიც მთელ მთავრობას მართავ, იტყვი, რომ პატრიარქს ეშლება და ჩვენ შეგვიძლია მას არ დაუჯეროთ. ეს იყო მესიჯი ყველა მთავრობის ადამიანისთვის, რომ პატრიარქს არ დაუჯერონ. მე არ შემიძლია თქვა, რომ ეს მთავრობა უკეთესია. მიშას ეს არ გაუკეთებია. მღვდელი დოროთე ყურაშვილი აქციების დარბევისთანავე ამბობდა, რომ ქართული ოცნების მთავრობა ახალგაზრდებთან ომში წაგებული იყო. ახლაც იგივეს ფიქრობს. ისიც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და უკანონო ტყვეების მხარდამჭერი ელის, როდის ჩამოიშლება ძალადობასა და ჩაგვრაზე აგებული მმართველობა. ისინი თავის თავს მაინც ვერ შეინარჩუნებენ. ეგ შეუძლებელია. ეგ შეუძლებელია მაგათმა თავისიანთი თავიც კი და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნონ. მამა დოროთე ყურაშვილი ახლა სასჯელს ყოველდღე ელოდება. ასეთი შემთხვევები უახლოეს წარსულშიც ყოფილა. როცა ამბიონიდან ნათქვამი მართალი სიტყვა მღვდლებისთვის საბედისწერო გამხდარა. არ ვიცი, ხა მე რამდენად მოვესწრები და მე რას მიზამენ არ ვიცი, მაგრამ რატომ არ ვიცი, ცით არ ვიცი, აი როცა ხაბეიშვილი დაიჭირეს ისეთ რაღაცაზე, რომელიც კანონშიც არ წერია. აი მე რა ვიცი რას მომიდებენ და რას გამიკეთებენ. ეხლა ყოველ შემთხვევაში ხა ჩემთვის მღვდლობის ჩამორთმევით და თუ გინდა მღვდლობიდან განკვეთით, მე ვერ გამაჩვენებენ და ალბათ იფიქრებენ სხვა რაღაცაზე და აი იმ სხვა რაღაცა ალბათ იქნება, რა ვიცი, ან ჩაკეტვა, ან მოსვლობა. ამ ორიდან ერთი. მე ჩემს პოზიციას მღვდლობის დაკარგვის კი და სიცოცხლის დაკარგვის გამოც არ შევიცვლი. ეგ ჩემი ეროვნული მოვალეობა და ასევე ქრისტიანული. შაბათის ეთერის მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში მამა დოროთე საპატრიარქოს წარმომადგენლებს მიმართავს შეკითხვით. რატომ რეაგირებენ შერჩევით? რატომ ვერ დაინახეს თვეების განმავლობაში თავდასხმების ის კამპანია, რომელიც ოცნების კრიტიკოსი სასულიერო პირის წინააღმდეგ მიმდინარეობდა? არა კოლეგიალურობა არის, მამაო, თქვენგან არის პირველ რიგში არა კოლეგიალურობა. როდესაც ხმამაღლა მღვდელმთავარი წვალებლობაში მამხელს წყალებლობაზე ვინ გელაპარაკება? ვინ მელაპარაკება და მეუფე სტეფანე მელაპარაკება? არა, მე გელაპარაკება. 4 თვეა. 4 თვე წვალებლობას მაბრალებს. ამაო, ის მეუფე სტეფანეს დაელაპარაკე. და თქვენ ეთანხმეთ, მე რატომ უნდა დაველაპარაკო? მეუფე სტეფანე არ არის ჩემი ეპისკოპოსი, მამაო. კანონიკა ისწავლეთ. მე მამაო, კანონიკურად მაშინ სინოდი მიხედავს მეუფე სტეფანეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ მეუფე სტეფანი მეუფე სტეფანეს პირველ რიგში უნდა მიხედოს ჩემმა პატრიარქმა, ჩემმა ეპისკოპოსმა. მამა დოროთე ყურაშვილი ჭყონდიდის მიტროპოლიტზე საუბრობს. მეუფე სტეფანე თვეებია ამბიონი და ლანძღავს ევროპული კურსის მხარდამჭერ მღვდელს. თუ ჯიუტი იქნება წვალებლობაში, ის იქნება მწვალებელი, ეკლესიიდან განიკვეთება და დარჩება მარტო. ეს არ არის ერთადერთი ქადაგება, სადაც მამა დოროთეს ემუქრებიან. ყურაშვილის მოწინააღმდეგეთა რიგებშია მამა ალექსანდრე გალდავაც. მამა ალექსანდრე გალდავა ხო გამოვიდა და ამაზარზენია მაგის საუბარია ხო თქვა? მამა ალექსანდრე რაც თქვა? თქვენი გუნდის წევრია, მამა. რას თქვია, ჩემი გუნდის წევრია, თქვენ მისი გუნდის წევრი ხარ. მამა ალექსანდრე გალდავა, სახალხოდ მაგინა. რატო არ დაიბარეთ? მე სახალხოდ არც ერთი ფედერალის სახელი
დინება იყო და თან პროტესტანტული სწავლება იყო, ესე იგი გინახიათ. არა, ეგ ნახე როგორ ხო, მე რატო არ მიეცით ჩემს? რა შენიშნავნა მივიცი. გრძნობს თუ არა, ალექსანდრე გალდავაც თავს შეურაცხყოფილად. ამის გასარკვევად უზნაძის ქუჩაზე მდებარე ტაძარში მივდივართ. გამარჯობა, მამაო. ვიდრე ლოცვა დაიწყება. ალექსანდრე გალდავა გიტარაზე უკრავს და დრო გყავს. ყუდროება იმ არხმა დაურღვია, რომლის მაყურებელი არ არის, თუმცა ყურება მაინც უწევს. ხშირად მივარდება Facebook-ში. კი, ვაჰაიდებ ხშირად, მაგრამ ჩვენ გვაჰაიდებთ? გასაკვირველია. მამა ალექსანდრე გალდავა ანდრია ჯაღმაიძესთან დაახლოებული პირია. ჯაღმაიძის მსგავსად როგორც ჩანს, ისიც შეურაცხყოფილია მღვდელი დოროთეს გამოსვლებით. მე პირადად მაგალითად არ მომწონს ამბიონის გადაქცევა პოლიტიკურ ასპარეზად. და თუ გინდა რამის თქმა, არის მიტინგი ეგერ 300 დღეა თუ რაღაცა და მიდი და იქ ილაპარაკე. ალექსანდრე გალდავა მხოლოდ იმ მღვდლების ქადაგებებს ამჩნევს, ვინც მისი სულიერი შვილების ცემის და დასისხლიანების გამო საერო ხელისუფლებას აკრიტიკებს. ვერ ხედავს და არ ისმის იმ ეპისკოპოსების გზავნილების, რომლებმაც საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებს გადაუსწრეს ამბიონიდან პოლიტანალიზის კეთებაში. აი იმ პატიმრებზე რაც მეტყვით. ყველა პატიმარი დაუსაბუთებელი ბრალდებიც გაასამართლეს. ყველა პატიმარი არის ძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მერწმუნეთ რომ სააკაშვილის ციხეებთან შედარებით და საერთოდ თანამედროვე ციხეებთან შედარებით ძალიან კარგი მდგომარეობა იქ. იმიტომ რომ მე დავდივარ პატიმრებთან. მამაო, ახლა მოინახულეთ სინდისის პატიმრები, იყავით გლდანისთან რუსთავის ციხეში. არა, როცა მომთხოვნს მივა. ნიხვალთ ისე სინდისის პატიმრების სამთავად. სინდისის პატიმრებს არ ვეძახი მე და თქვენ ეძახით. ვინ არიან? ჩვეულებრივი პატიმარია. მღვდელს, რომელიც სიმართლის თქმისთვის გააფრთხილეს, ახლა კი შესაძლოა დაასაჯონ კიდეც. გვეუბნება, რომ მუქარა ვერ გააჩუმებს. და ბოლოს, ინტერვიუს სინდისის პატიმრებისთვის გზავნილით ასრულებს. როცა ჩვენ ვამბობ ჩვენ წინაპრებს. ჩვენ წინაპრებში ყველას კი არ გულისხმობთ, არამედ გულისხმობთ იმ ადამიანებს, რომლების ვაჟკაცობით და მხნეობით შედგა საქართველო. მერავი იქნება, ეს ზვიადი იქნება, ეს ამბროსი იქნება თუ ასე შემდეგ. და საქართველოზე ოდესმე თუ რამე ითქმება მომავალშიც ეს საქართველო არის შემდგარი ამ პატიმრებით დღეს, ამ ვაჟკაცი პატიმრებით და მე როცა რაღაცას ვამბობ საქართველოზე და ის სიყვარულს რომ გამოვხატავ, ეს სიყვარული თაბარს კი არ ეკუთვნის. ეს სიყვარული ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინებმაც მეთავიანთი ვაჟკაცობა დამანახეს, ხმნეობა დამანახეს და ღირს ქართველობა, ღირს თავდადება აი ეს რომ დამანახეს და ჩემი სიტყვა და ჩემი გამბედაობაც მე ყოველთვის ვიყავი გაბედული, მაგრამ მაინც იმათ მივაწერ პატიმრებს. ისინი რომ ესეთები არიან, ესეთი გმირები რო არიან, ამიტომ მე მიღირს მათთვის ცხოვრებაც, მე მიღირს მათთვის სიკვდილიც.